არ გრძნობდი და ახლაც გრძნობ, უფრო რიდი მოგრძალება და მისი ყოვლის შემძლეობის აღიარება. აგერ მაგათ არ სწამდათ, არც რიდი და მოგრძალება ჰქონდათ და აგი უწიათ კიდეც მსჯავრმა. ერთი საოცარი რამ სჭირს ადამიანს. იქნება მხოლოდ მე კერძოდ. სხვები დიდ ფულს იხდიდნენ, ომს რამენაირად თავი ავარიდო. მე გულდაწყვეტილი ვიყავი. ასე უსამართლოდ და უსახელოდ რომ დამითხოვეს. რა სიქმს კაცი? დავბრუნდი დედასთან და დავიწყე მუშაობა მუზეუმში. მნედ. ჩემი მეგობრები ძირითადად ფრონტზე იყვნენ. დამხვდნენ მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის ბოლო კურსის სტუდენტები. თბილისში ერთი ჩემი ტოლი ბიჭი იყო. ქემალ თურქია. ბავშვობაში ასე 15 წლისა დააპატიმრეს, როგორც კონტრრევოლუციონერი, დედა კეთილშობილი, ძველთაძველი გვარის ოჯახიდან იყო. მამა აგრეთვე ცნობილი ქართველი ინტელიგენტი. ადრე გარდაიცვალა. დედა ტრამვაიმ გაიტანა. მაშინ როცა ორთაჭალის ციხეში შვილისთვის პროდუქტები მიჰქონდა. ქემალს 3 წელი მისცეს და 39-ში თუ 40-ში დაბრუნდა. რაღაცნაირად მოხდა, ერთმანეთს არ ვიცნობდით. ალბათ იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლებლებში ვსწავლობდით და ამხანაგ მეგობრების წრეც სხვადასხვა გვქონდა. ჩემთვის მისი დაპატიმრებაც ცნობილი იყო და დაბრუნებაც. დაბრუნება იმიტომ, რომ ერთი თბილისელი ულამაზესი გოგონა შეუყვარდა. ახლო მეგობრების დახმარებით მოიტაცა, მაგრამ შორს არ წაუყვანია. გზიდანვე დააბრუნა. გოგონამ მის ცოლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ეს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მოხდა. ომმა კულმინაციას მიაღწია. გერმანელები სტალინგრადთან სტკეპნიდნენ მიწას და ხმა გავარდა, ქემალ თურქია კვლავ დააპატიმრეს და გზიდან გაიქცათო. იმასაც ამბობდნენ, თუ როგორ გაიქცა, ვიღაცამ დააპესხაო. შინ მიმღები აქვს და გერმანელთა რადიო გადამცემებს ისმენსო. ქუჩაში აიყვანეს, ქემალი დასხლდა. სანაპიროზე სატვირთო მანქანას შეახდა, კვალი გაიცივა. ეს მთელმა ქალაქმა გაიგო, რადგან გაქცევას გამოდევნება და სროლა ახლდა. დედას და მე საბურთალოს განაპირაობაში გვქონდა ოთახი. ის მე და პაპას რომ მოგვცეს. საღამო ხანს ვიღაცამ პანჯარაზე მოაკაკუნა. ამირან მორჩილაძე იყო, შემოვიდა და მითხრა, ქემალ თურქიას ამბავი გეცოდინება. ეს დღეები ჩემთან იმალებოდა. ბინის გამოცვლაა საჭირო. მიიღებო? უყოყმანოთ მიუგე, შემოიყვანე მეთქი. ასე გავიცანი ჩემი აზრით იმ ეპოქის ერთ-ერთი უგულადესი, ფრიად განათლებული, ჭკვით სავსე და ულამაზესი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი. ვკითხე, ქემალი რატომ გქვია მეთქი? მამამის აზერბაიჯანელი მეგობარი ყოლია, უახლოესი და უსაყვარლესი, ამიტომ დამარქვესო. ჩვენ ოთახს ერთი პატარა, ასე 4 კვადრატულმეტრიანი საკუჭნაო ჰქონდა. ფანჯრით ქუჩისკენ. იქ გაუწყე ლოგინი. იყავი რამდენ ხანსაც არ მოგბეზრდება მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ რადიო მიმღები მოიტანა, უსმენდით. დროდადრო ღამღამობით კაიხნით მიდიოდა ხოლმე. დედა ჩემმა რა თქმა უნდა გაიგო, ვინც იყო და რა იყო, მაგრამ უარყოფითი რეაქცია არ ჰქონია. თანდათან გაირკვა, რომ ქემალი ერთობ სერიოზულ საქმეში იყო ჩართული. სახელმდობრ საქართველოს უკლებლივ ყველა რაიონში მოქმედებდნენ დეზერტირთა ჯგუფები. ეს ხალხი ზოგი იმთავითვე იყო საყოველთაო მობილიზაციას თავარიდებული, ზოგი ჯარიდან გამოქცეული. ერთი სიტყვით ის ადამიანები იყვნენ, ვისაც არავითარი სურვილი არ გააჩნდა რუსეთის იმპერიის ინტერესებისათვის გაეწირა თავი. მათი ჯგუფების მებრძოლ სამშობლოსთვის თავდადებულ რაზმებად გარდაქმნა იყო საჭირო. ეხლა, რატომ იყო აუცილებელი ასეთი მუშაობის ჩატარება, ანუ საქართველოში ეროვნულ შეიარაღებული ძალის შექმნა, სავსებით გასაგებია. გერმანულ ნაციონალ-სოციალიზმს, მის სამხედრო მანქანას, რუსეთის იმპერიის დანგრევა რომ მოეხერხებინა კიდეც, დანარჩენ მსოფლიოსთან ვერაფერს გახდებოდა. რუსეთის იმპერიის განადგურების შემთხვევაში საქართველოში უნდა ყოფილიყო ძალა, რომელიც ხელისუფლებას თუ ვერ ჩაიგდებდა ხელში, გერმანელებს მაინც გაუწევდა წინააღმდეგობას, თუ კი ისინი საქართველოში შემოაღწევდნენ და ფაშიზმის კრახის შემდეგ ქართველობას გამარჯვებულ მოკავშირეთა წინაშე დამოუკიდებლობის საფუძვლიანი პრეტენზია ექნებოდა. ასეთი იყო ჩანაფიქრი და იმდროინდელი ჩვენი მუშაობა დღესაც მართებულად მიმაჩნია. ყოველივე ამას ხელმძღვანელობდა თეთრი გიორგი. ეს არის ღრმად კონსპირირებული, ძველთაძველი ტრადიციების მქონე მცირერიცხოვანი ორგანიზაცია.
იგი რამდენადაც ვიცი საუკუნეების მანძილზე არსებობს და მისი მოქმედების პრინციპია მხოლოდ ზეგავლენის მოხდენა. სწორედ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობით მუშაობდა ქემალ თურქია, თუმცა მის წევრთაგან პირადად ერთსაც არ იცნობდა. ქემალმა რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციით დატვირთული ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, მათ შორის ჩვენიც. გვევალებოდა ფულადი სახსრების გამოძებნა, იარაღის შეძენა და პარტიზანებისთვის გადაცემა. კერძოდ, ჩვენი ჯგუფი მიმაგრებული იყო დუშეთისა და თიანეთის რაზმებზე. ძალადობა თუ ქურდობა კატეგორიულად იყო გამორიცხული. იშვა ყალბი პურისტალონების ბეჭდის იდეა, რომელმაც გაამართლა კიდეც, მაგრამ იმის შემდეგ, როდესაც ამ საქმის მცოდნე კაცი ვიპოვნეთ, ეს იყო ლატვიელი მხატვარი რომან სუტა. იგი გერმანელების შესვლისთანავე ევაკუირებულ იქნა რიგიდან და თბილისის კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა. სუტა პირდაპირ სტუდიიდან ნაჩქარება წამოიყვანეს, რაც ეცვა იმ ტანსაცმლით და რაც ჯიბეზე ჰქონდა, იმ ცოტაოდენი ფულით. ასია თუ ისე ამ კაცმა საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი. საწარმომ კონსპირაციის მიზნით მალე ადგილი შეიცვალა. მას მერე სხვა დავალებებს ვასრულებდი და ქემალსაც მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ვხვდებოდი. საქმე ისევ სუტას მეშვეობით გატყდა. უცხოელი კაცი იყო, საბჭოთა ცხოვრებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა. კინოსტუდიაში ენას ზედმეტად აჭარდალებდა. საბჭოთა ხელისუფლება არ მოსწონდა. ეს საკმარისი იყო, რომ სტუდიის სპეცნაწირის უფროს ვანია პანკოვს მის სათვალთვალოდ კაცი გამოენახა, არმენაკ დანიელიანი. უხეირო რაღაც მესამე ხარისხოვანი საქმით დაკავებული რეჟისორი. როცა გერმანელებმა სტალინგრადი წააგეს, სუტამ საზღვარზე გადასვლის გზების ძებნა დაიწყო. არმენაკა დანიელიანმა უთხრა, მე მყავს კაცი 50,000 მანეთად გადაგიყვანსო. სუტამ ეს ამბავი ქემალს აცნობა, ქემალმა მაჩვენე ეკაციო. რაღაცნაირად გაკეთდა. აჩვენა. ქემალმა სუტას იმ არმენაკასთან ურთიერთობა კატეგორიულად აუკრძალა. სუტა ასეც მოიქცა, მაგრამ ჩეკისტები რას მოისვენებდნენ. მოსკოვიდან სუტას ალმა-ათაში გადასაღებ ფილმზე სამუშაოდ მიწვევა გამოუგზავნეს. სუტა დათანხმდა. უყიდეს ბილეთი დასვეს ბაქოს მატარებელზე და არმენაკამ და სხვებმა დიდი პატივით გააცილეს. ჩეკისტებმა სუტა თურმე ნავთლუღში ვაგონიდან ჩამოსვეს, თავიანთ საბრძანებელში მიიყვანეს. ეს ჩვენთაგან არავინ იცოდა. მის გასაცილებლად და მით უმეტეს ნავთლუღის სადგურში გასაგები მიზეზების გამო არ მივსულვართ. დრო გავიდა, დაგვაფიქრა იმან, რომ მისგან ღია ბარათი არავის მიუღია. როგორ ჩავიდა, მოეწყო და სხვა. შეთანხმებით ასე უნდა ყოფილიყო. მიიყვანეს, აწვალეს, აწამეს და მალე ჩვენი ორგანიზაციის დარბევაც დაიწყო. როგორც დაპირისპირებებზე და შემდგომში პროცესზე გამოირკვა, სუტას ნათქვამი ჰქონდა. ქემალ თურქია გორამ გამაცნო ქუჩაშიო, გამაცნო. ამიტომ იყო ჩეკისტებმა სუტას შემდეგ ურთიერთობა ჩემთან რომ განიზრახეს. რანაირი ოხრები იყვნენ? უფროსი მეგობარი მყავდა ცნობილი სპორტსმენი, მენისკის გამოჯარიდან გათავისუფლებული. შეუვარე ვილაპარაკეთ, აღარ მახსოვს. რატომ შევთანხმდით, რომ ხვალ საღამოს კიდევ გამოუვლიდი. მივედი ვისაუბრეთ, ომის დროინდელ კვალობაზე ვივახშმეთ, მერე ნარც შევყევით. გვიანი ღამე იყო, არ გამიშვა, აქ დაიძინეო. კომენდანტის საათის გამო დავთანხმდი. დილით საუზმის მერე რუსთაველის გამზირზე გავისეირნეთ. ოპერის თეატრთან კარგა ხანს ვიდექით. აქ ერთი კაცი უნდა მოვიდესო. მერე მითხრა, აი შენ ტელეფონის ნომერი, კინოთეატრ სპარტაკში შედი, დარეგე. მეღრაბოვია გვარად. თუ თავად გიპასუხა, ესე იგი სამსახურს თავი ვერ დააღწია. ქალაქის საბჭოში მუშაობს, მე თავად მივალ. მანამდე კი აქ დაველოდები. ეგება მოვიდეს, ერთმანეთს არ დავცდეთ. სპარტაკი გვერდით იყო და შევედი. ორშაურიანი ჩავაგდე. მეღრაბოვმა ვინაობა დამიდასტურა, ყურმილი დავდე. როგორც ჩემი მეგობრის დავალება იყო, მოვტრიალდი. 3 კაცი მელოდებოდა. დანარჩენი გასაგებია, გარდა იმისა, რომ იქიდან გამოსვლისას მეგობარი აღარსად ჩანდა. არა, ის ბომბორა ჩეკისტი, ბატონი ილიგო რამხელა ვირგლა იყო. 2 ჩემოდენა იქნებოდა. ღმერთმანი არაფრის მთქმელი საუბრის შემდეგ ასეთი დიალოგი გაიმართა. ქემალ თურქიას თუ იცნობ. პირადი ნაცნობობა არ აქვს, მაგრამ ვიცი რომელია, გარეგნობით ვიცი. ცუდი კაცია, ხალხს აფუჭებს, ნაციონალისტია, ჩვენი წყობილების მტერია. უნდა ავიყვანოთ და დაგვეხმარე.
გავიღიმე და მივუგე. ჯერ არის და თქვენი კაცის დაჭერაში ჩემი დახმარება რაში გამოგადგებათ. ესეც არ იყოს რაზნელი დასაჭერი ეგ არის, 2-3 დღე არ გავა სადმე ქუჩაში რომ არ მოვკრა თვალი. ქალაქში დაყიალობს. არ არის ეგ ჩვენი კაცი. სიტყვამ კვახეთ გამაწყვეტინა ბატონმა ილიკომ. მისი გარეგნობა არ ვიცით და არც ფოტოები გვაქვს. ზარის ღილაკს დააჭირა თითი. სხვა ჩეკისტი შემოვიდა და რაჯა დამიჯდა. თავად გავიდა და 1 საათის განმავლობაში არ გამოჩენილა. ფიქრის დრო მქონდა. ამ დიალოგიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე. ქემალზე მართლა დადიოდა ხმა, უშიშროების აგენტიაო. ეს ჭორი მათივე გავრცელებული იყო. შეშინდებიან, აღარავინ გაიკარებსო. ეგ არის მაშინ ვერაფერს მივხვდი. ჩემზე რატომ შეჩერდა მათი არჩევანი. ცოდნოდა რომ სუტა აყვანელი ყავდათ, ეს კითხვა აღარ დამებადებოდა და კიდევ ერთი საფიქრალი. მხოლოდღა დასაკითხად მიმიყვანეს თუ აპარტამენტები მზად ჰქონდათ ჩემთვის. ვირგლა ბატონი ილიკო ჩანს თავიზე ბომბორა ჩეკისტებთან იყო ჭკუის მარაგის შესავსებად და წარმატებითაც, რადგან ჩვენს შორის სასწრაფოდ დაიდო შემდეგი ხასიათის სიტყვიერი გარიგება. ბიბლი ქუჩებით, სადაც ქემალ თურქია შემხვედრია. ჩემს უკან საკმაო მანძილზე ივლის ამდენიმე ჩეკისტი. ჯიბეში მექნება სავარცხელი და თურქია შემომხვდება თუ არა, სავარცხელს ამოვიღებ, თმას გადავივარცხნი. გზას გაუდგები და ისინი იმ საზიზღარ ქემალ თურქიას აიყვანენ. ის ჩეკისტებიც კი მომიყვანეს და მაჩვენეს, ვინც ჩემს უკან ივლიდა. დამინიშნეს დრო და ადგილი. სადაც ხვალდილით უნდა გამოვცხადებულიყავი და ჰოი საკვირველებავ, გამიშვეს, სანამ ქუჩაში არ ამოვყავი თავი ვერ დავიჯერე. არა, ჯერ ქემალს დამიხედე თავისი ერთი სურათიც რომ ვერ გაიმეტა უშიშროების ორგანოებისთვის და მერე თავად უშიშროებას, ნამდვილი რომ არაფერი სცოდნიათ. სხვა რა უნდა ყოფილიყო? ვიარე ხან ფეხით ხან ტრამვაით, დრო გავიყვანე, დავრწმუნდი, კუდი არ ამყოლია და ქემალთან მივედი. ვიცოდი სადაც იმალებოდა. ვუამბე ყველაფერი. გამოვთქვი აზრი რომ ბინა სასწრაფოდ უნდა გამოეცვალა. დავემშვიდობე და შინისკენ გავწიე. შემეძლო იმ პაემაზე სულაც არ გამოვცხადებულიყავი, მაგრამ გულში იმედი მქონდა. ვივლი ვერ ვიპოვნი და იქნება მომეშვა კიდეც მეთქი. მივედი დანიშნულ ადგილზე, ვიარეთ მთელი დღე. ერთობ კომიკური ვითარება იყო. ქუჩაში უნდა დამეჭერინებინა კაცი, ვინც დღისით კარში არ გამოდიოდა და მერე ვინ, ჩემივე მეგობარი, რომელიც უკვე გაფრთხილებული მყავდა, ფეხები დაგვაწყდა მეც და ჩეკისტებსაც. მაგრამ აიხირეს. იქამდე უნდა ვიაროთ, სანამ არ დავიჭერდო. ახლა კი მივხვდი, არ მომეშვებოდნენ. არც დღეს და არც ხვალ. საერთოდ არასოდეს. და ასეთი ფანდი ვიხმარე ნაძალადევში გამჭოლი ეზო ვიცოდი. იქ ვინმე ახალგაზრდა კაცი ხომ გამოივლიდა და ჩეკისტების ნაბოძების სავარცხლით გადავივარცხნიდი ქოჩორს. ასეც მოხდა, მაგრამ ღონისძიება მცირე რამ ხარვეზით განხორციელდა. კაკო ეძგვერაძე შემომხვდა. იმუბნელი ბიჭი იყო და ისეთი ბლუ, რომ დედამის ვერაფერს აგებინებდა. შორიდან ვიცნობდი, გამისწორდა თავი და უკარი. ორიოდნა ბიჭით გავწდი, თმა გადავივარცხნე და სანამ ჩეკისტები საცოდავ კაკოს ჰკოჭავდნენ, მე რკინიგზაზე გადადებული საქვეითო ხიდი გადავიარე, ბილეთი შევიძინე და კახეთისკენ მოვუსვი. გოგია წულუკიძემ ჩეკისტებისა და კაკო ეძგვერაძის ურთიერთობას ასეთი შეფასება უძღვნა. უბედურს იმდენი ურტყეს, რუსის ბარაბანს არ მოხვედრიაო. კახეთისკენ იმიტომ გავწიე, რომ წითელწყაროში ფარნაოს ზალდასტანიშვილი მეგულებოდა. ჩვენი ძმაკაცი იყო, ფრონტზე დაიჭრა, კომისიამ შვებულება მისცა. ფარნაოზის მამა, იასე ზალდასტანიშვილი, იქ საკონსერვო ქარხანას აშენებდა. ბინაც ჰქონდა, სასმელ საჭმელიც და ფარნაოზიც იქ აყავდა. გურჯაანიდან მანქანას ავემგზავრე. წითელწყაროში კითხვა-კითხვით მიმეგნო. მათი საცხოვრებელი ადგილი არ ვიცოდი. საიდანღაც ქალების ტირილი და მოთქმა შემომესმა. ბევრი ქალისა და ერთად. დავინტერესდი ნეტავი რა ხდება მეთქი. იმ მოთქმა ტირილის ხმაზე ვიარე. ისევ სადგურზე ამოვყავი თავი და სატვირთო შემადგენლობა იდგა. ყველა ვაგონის კარი ღია იყო, მაგრამ ნახევრამდე ფიცრებით აღობილი. ფიცრებს ზემოდან სახედრებს ჰქონდათ თავები გადმოყოფილი. ვირები მობილიზაციით მიჰყავდათ. რაიონული მასშტაბის სამხედრო ღონისძიება ხორციელდებოდა. იტირებდნენ დედაკაცები, მას როგორი იქნებოდა.
მამაკაცი ოჯახში არავინ ჰყავდათ, ყველა ფრონტზე იყო. ვის უნდა ეზიდა ტვირთი წისკვილში, ვის უნდა მოეტანა წყაროდან წყალი და ტყიდან ფიჩხი. უკანასკნელი მარჩენალი წაართვეს. ზალდასტანიშვილები თბილისს წასულიყვნენ. რაღა იქნებოდა გამოვბრუნდი. კვირა თუ 10 დღე ხან სად ვიმალებოდი და ხან სად. ბოლოს დასავლეთ საქართველოსკენ გამგზავრება დავაპირე. ავტობუსის საფეხურზე ფეხი შევდგი. რამდენიმე გადაცმული ჩეკისტი მეტაკა. მსუბუქ მანქანაში შემაგდეს. უშიშროების სამინისტროში სულ სამშობლოს მოღალატისა და დვურუშნიკის სახილით მიმაბრძანეს. დასხელოს ღმერთმა, საიდან რა გაიგეს თბილისიდან გამავალ ყველა ავტობუსზე მორიგეობდნენ? იმ დღეს შუადღემდე დაკითხვებით გამიჭირეს ცხოვრება. მერე კომენდატურაში ჩამიყვანეს. თუ კი სადმე ღილი მეკერა ამაჭრეს და სანამ ჩემს ტანისამოს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ, დამალული არაფერი ჰქონდესო, დედიშობილა ვიჭექი ეგრეთ წოდებულ ბოქსში. მორჩნენ ჩეკისტები თავიანთ საქმეს. ჩაიცვიო და ზემო სართულებისკენ გამაქანეს. დერეფანში ერთი მეორეზე მიყოლებული საგნების კარვები ჩამწკრივებული იყო თავისი კორმუშკებით, ანუ პატარა საზრდოს მისაწოდებელი სარკმლებით. ბოლოს რომელიღაცა კარს დაუწყეს ჩხაკუნი, გააღეს და შედიო. შევიდოდი მას როგორ იქნებოდა. თვალი მომკარი საკანს 65 ეწერა. ორადგილიანი იყო, შიგ პატიმარი დამხვდა და მაცნობა მეხუთე პოსტზე ხარ. ამაზე საშინელი შინაგან ციხეში და საერთოდ ცისკვეშეთში არაფერიაო. მშვენიერ გუნებაზე გახდით მეთქი არავინ დამიჯერებს, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ არც თუ დიდად შეშინებული და პანიკით ატანილი ვიყავი. პატიმარმა ჯერ მე მკითხა, ვინ ბრძანდებითო. მერე თავი გამოცნო. ანტონ თომაძე ვარ. უნდა დამხვრიტონო. საიდან იცით მეთქი? ჩემი საქმე ოსოზია გაგზავნილი. უეჭველად დახრე და მომივაო. ცხადია იქვე ამიხსნა ოსო რაც იყო. Особое совещание Министерства внутренних дел СССР. ეს უკვე ვიცოდი და კრუხების ამბავიც ცოდნე ხალხისგან მომეხსენებოდა. ბატონმა ანტონ თომაძემ შემოსვლისთანავე განიზრახა ჩემი შეშინება. ვისაუბრეთ, დავწექი დავიძინე. კარი ჩხაკუნმა გამომაღვიძა. ბატონი თომაძე გაიყვანეს. რამდენი ხანი გავიდა არ ვიცი. კარმა ისევ დაიჩხაკუნა. ბატონი თომაძე შემოიყვანეს. თავი მოვიმძინარე. გავიგონე, პირს აწვიტინებდა. კბილებში ჩარჩენილ საკვების ნარჩენებს იწოვდა. დილით თავად ვკითხა. წუხელის რომ გამიყვანეს თუ გაიგეო, არა მეთქი. ჩემი ჩვენებები მანქანაზე იბეჭდება. ხელახლა წასაკითხად და ხელის მოსაწერად გავყავართ ხოლმეო. დამიწყო გამოკითხვა და რჩევა დარიგება. რაც იცი ყველაფერისთვის, თორემ უეჭველად დაგხრედანო. დახრეტას რომ მომისჯიდნენ, ამაში თავად ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ ყველაფრის თქმას რომ არ ვაპირებდი და არც ვთქვი, როდესმე? საუბრობთ, ტუალეტში გაყვანას ველით. ამ დროს დერეფნიდან მოისმა. ღინტლიანო ქართველებო, ვისი კაცია სათავეში? სახელდობ ქართველებო და არა ქართველებო, ვიფიქრე. საარტიკულაციო აპარატში ნაკლი რომ ექნება, ვინს ვერ ამბობს მეთქი. ეგ ყოველ გამოყვანაზე მაგას გაიძახის. ყოველთვის ზედამხედველის პანღურს იმსახურებს, მაგრამ არ იშლის. მითხრა თომაძემ. როცა დაბრუნდება სხვა წამოძახილს გაიგონებთ, დაუგდეთ ყური. მართლაც ტუალეტის კარმა დაიჯახუნა. ესე იგი, იმით დაინტერესებული პატიმარი თუ ქართველების აზრით ვისი კაცი იყო სათავეში, საკნისკენ მოყავდა და ახლა სხვა საკნიდან გაისმა. არავისი. მაგოდენა კაცები მთელი ხალხის არიან, სახელმწიფოსი, მსოფლიოსი, მაშა? თურმე სწორედ შეხედულებოთა ეს სხვაობა გახდათ მათი პატიმრობის მიზეზი. უკეთ ვთქვათ, მიზეზი ამ შეხედულებათა სხვაობით გამოწვეული კამათი იყო, რომლის პროცესში საკნიდან მოდავე კაცმა სიტყვა რომ სიტყვას მიხვა, დიდი ბელადი სამსართულიანი ლანძღვითა და ოპონენტთან ერთად ჩაძაღლების სურვილით მოიხსენია, ხოლო მეორემ ამ სურვილს სოლიდარობა იმავე სიტყვებითვე გამოუცხადა, მაგრამ სათქმელი ჩვეული შეძახილით დააგვირგვინა. ვისი კაციაო? ყოველივე ამას სამწუხაროდ მსმენელის ამპლუაში მესამე პირიც ესწრებოდა, რომელსაც ერთგულ ქვეშევრდომობის ჭია მზლია და საქმეც შესდგა. მათი გამოთქმები საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ განზრახულობად იქნა მიჩნეული და საგანგებო თათბირმა ერთს 25 წლით პატიმრობა დაუდგინა და მეორეს 20-ით.
რაც უნდა იყოს, ამ მეორე შეხედულება ინტერნაციონალისტურ იდეას შეიცავდა. მთელი მსოფლიოსიო და არა შოვინისტურს, რაც პირველის კითხვასა და ნიშნისგებაში ნათლად იგრძნობოდა. მოდავენი პაექრობას სასჯელის მიღების შემდეგაც განაგრძობდნენ. გიჟებათ გავსაღდებით, კარში გაგყრიანო, ვაი რომ სასოება ფუჭი გამოდგა. ეს იმითაც აიხსნება, რომ ერთმანეთს ჩუმჩუმად აბეზღებდნენ. გიჟი მე ვარ, ეგ ჭკვიანიაო. ისე სიმართლე ითქვას, თომაძე არც თუ მტყუანი გახდათ მეხუთე პოსტის შეფასების საქმეში. ერთი პატიმარი იყო, ისე საშინლად დაიხმუვლებდა ხოლმე, თავი დამშეული მგლების საზოგადოებაში გეგონებოდათ. მეორე მყივილი იცოდა მამალივით. ნაცემ ნაბეგვი და ნაწამები პატიმრების კნესასა და ოხრას ხომ ბოლო არ ჰქონდა. ზოგი ვაი დედას გაიძახო და ზოგი ვაი დედიკოს. ისეთებიც იყვნენ, თავიანთი გამომძიებლის დედასა და ბებიკოს მაგარი სიტყვებით ღრიალებდნენ. გვიან მივხვდი ყოველივე ეს ახალ დაპატიმრებულთა ფსიქოლოგიური დამუშავებისთვის კეთდებოდა. შინაგან ციხეში მოყმუილემ, მყივანი და მოღრიალე ვინც იყო, ამ პოსტზე ყავდათ ყველა. ამ პოსტზე შემდგომ წლებშიც რამდენიმეჯერ მომიხდა ჯდომა. მუშაობის სტილი იგივე რჩებოდა. მეგონა მეორე დღესვე დამიწყებდნენ დაკითხვებსა და ტანჯვა-წამებას, ნუ რას უკაცრავად. 2 კვირა თუ მეტი გავიდა, მანამ სულტა დამიპირისპირეს. ამ დროისთვის მას უკვე ყველაფერი წვრილად ჰქონდა ნათქვამი. თუ კი რა მიცოდა და არ იცოდა. საცოდავი ისეთი იყო, საფლავიდან ამოღებულს გავდა. მანიშნა კიდეც მაწამესო, რა მოეთხოვებოდა, ფუნჯის, ფანქრისა და კინოს მხატვრობის მეტი არც რაიმე იცოდა და გაგონებითაც არა გაუგონიარა. ერთი სიტყვით ამ დროისთვის დაპატიმრებული იყო თითქმის ყველა, ვინც კი ქემალ თურქიას გაეხახუნა. 20 ადამიანი. ჩემთან დაპირისპირება იმისთვის მოაწყეს, რომ მისი ჩვენებები დამედასტურებინა. დაიწყო გაუთავებელი დაკითხვები. იყო რამდენიმე ეპიზოდი, რაც გახსენებად ღირს. აი, ერთ-ერთი მათგანი. თბილისის სამხედრო კომენდანტის ადიუტანტად მსახურობდა ახალგაზრდა ოფიცერი ოთარ კაფანავა. დალოცვილი. თუ კი რას მე და ვინმეს ოფიცერი სამხედრო პირი ეთქმის, სწორედ ოთარი გახლდათ. მაღალი ქანდაკებასავით აწყობილი ულამაზესი ახალგაზრდა კაცი. ერთხელ, რა თქმა უნდა, დაპატიმრებამდე გოგია წულუკიძე და მე ოპერის თეატრში რომელიღაცა სახელმოხვეჭილი მომღერლის მოსასმენად ვიყავით მისული. მოვიდა ოთარ კაფანავა. მოგვესალმა და გაზეთში მკვიდრად გახვეული კარგა მოზრდილი ფუთა გამომიწოდა. ქემალს გადაეციო. ვიუცხოვე არ ვიცნობ მეთქი. შეცფუნებული გაკვირვებული წავიდა. გოგია გამოედევნა, არ ვიცი რა ილაპარაკეს, ფუთა გამოართვა. მეორე დღეს ქემალს გადასცა და ამით თითქოს გათავდა ყველაფერი. ეს საქმე გასკდა. დაღუპვის შედეგად ოთარას პარაბელომი ქემალ თურქიას უპოვნეს პირთამდე გატენილი სავაზნეებით. უშიშროება მიარაღის პატრონს მიაგნო და დააპატიმრა. მე მაშინ ოთარას დაპატიმრებისა არაფერი ვიცოდი, ისევე როგორც არ ვიცოდი ქემალის დაღუპვა. ამიყვანის გამომძიებელთან ხედავ ოთარის ზის. ოხალულ მუხუდოს ახკუნեց. იცნობ? ესა და ეს კაცია. ახლა ოთარს კითხეს იგივე. და მოყევი როგორ იყო? მოყვა რომ ქემალს თავისი პარაბელომი აჩუქა. დამატებით ვაზნებსა და სავაზნეებსაც შეხპირდა. ისიც თქვა, რაც ოპერაში მოხდა და ახლა მე მკითხეს, თუ ადასტურებ ყოველივე ამასო. ჩუქების არაფერი ვიცი, მაგრამ ფუთას რომ მაძრევდა, მაშინ უთხარი ქემალ თურქიასთან საერთო არაფერი მაქვს მეთქი. და ეს რომ გაიგონა შევატყვე, არ იცოდა, თუ როგორ კაც ჩუქნიდა პარაბელომს. ჩემი ნათქვამი მის ჩვენებებს დაემთხვა. ოთარის საქმე ჩვენი საქმედან გამოყვეს. ცალკე გაასამართლეს. იარაღის გაჩუქებისთვის 3 წელიწადი მისცეს. ისე 3 წელიწადი ნაღდათ ეკუთვნოდა იდიოტობისთვის და უმთავრესად კი იმისთვის, რომ სატრფოების ოქროს ბეჭდებს ხუმრობით ყლაპავდა. გოგია წულუკიძე ამტკიცებდა, დედამისი ღამის ჭურჭლით დასდევს. შვილო ამაში გენიო. ავიენები იმასაც ამბობდნენ, ერთხელ ღამის ჭურჭლიდან ოქროს პატარა მუშტუკი ამოვიდაო. განაჩენის შემდეგ ორთაჭალის ციხეში რომ გადაგვიყვანეს, იქ დაგხვდა და სულ ჩემზე ლოცულობდა. ეს რა შარს გადამარჩინეო. პოლიტიკური მუხლით გასამართლებას გულისხმობდა. უკვე პატიმრობიდან დაბრუნების მერე წმიდა ბარბარეს ეკლესიასთან რომ დუქანი იყო, ნაჯდომი, ძმაკაცები ვქეიფობდით. საიდანღაც ოთარ კაფანავა გაიჩიდა.
დაპატიმრალებში ამხანაგი გამოუჩნდა. ლაპარაკში რომელიღაცამ ჰკითხა, გორა თუ გახსოვსო? უთარა მიუგო, მახსოვს, რომელიაო, მე რომ არა უეჭველად დახვრეტდნენ, ბეწვზე გადავარჩინეო. დიდი მადლობა მეთქი. შემომხედა, მიცნო და იმავ წამს აუღთქლდა. 1-3 წელი ამაშიც ეკუთვნოდა, მაგრამ მეც ვაპატიე და მაღალმა ღმერთმაც შეუნდოს ბაქიაობა. კიდევ ერთი ეპიზოდი იყო. კბილი ამტკივდა და ხაზაძემ სტომატოლოგიურ სავარძელზე დამსვა. არტაშეს მარქაროვი, საგამომძიებლო სამმართველოს უფროსი, ყოფილი ჯიბის ქურდი ჩამაცივდა. გამოტყდი, რომ ჰიტლერის აგენტი ხარო. ხაზაძემ უნარკოზოდ ამომიღო 4 კბილი, 2-ჯერ თუ 3-ჯერ წამივიდა გული. აგენტი ყოფილიყავი, უეჭველად გამოვტყდებოდი, არ ვიყავი და რა მექნა. ეს ხომ ბარსუქსაც უთხარი. უთხარი და მერე რა? ის კოჩეგაროვი ხომ იყო და იყო. საკანში ორნი ვისხედით. რომელიღაცა სექტის კაცი გახლდათ. დემონსტრაციასავით რაღაც მოაწყო 5-ოდე კაცმა. სარწმუნოების თავისუფლებას მოითხოვდნენ. კოჩეგაროვი, როგორც თავკაცი და სკანდალისტი დააპატიმრეს. ერთი ფრაზა იცოდა, всё от Бога. მორჩა, გათავდა. არც ერთ მოვლენას არ ჰქონდა სხვა ახსნა. შინ შეთვალა, საჭმელი აღარ გამომიგზავნოთო. ღმერთი მკვებავსო. ის ღმერთი, ღმერთო მომიდევე, მე გახდით. ძმურად უყოფდი, რასაც მიგზავნიდნენ. ერთხელ ვკითხე, რომ გავჯავრდე და აღარაფერი გიწილადო მეთქი? всё от Бога-ო მითხრა. ჩექმებით ვიყავი აყვანილი. ფანჯრის ფარი ცხელდებოდა. საკანში ჯოჯოხეთური ბუხი იდგა. წესის თანახმად პატიმარი ერთავად ჩაცმული, დაკითხვაზე გასაყვანად მობილიზაციურ მზადყოფნაში უნდა ბრძანდებოდეს. მამიდა ჩემს შეუთვალე, ტილოს საპირებიანი ფეხსაცმელი მიყიდე მეთქი. შემომიგზავნა, ჩექმები გავიხადე. შვება მომეცა. კოჩეგაროვმაც შეუთვალა, შემოუგზავნეს, ჩაიცვა, გაიარ გამოიარა, დაჯდა, კრეიძრო, ატრიალა. ხან შიგ ფეხსაცმელში იყურა, ხან გარედან ათვალიერა, საკუთარი ფეხიც ძირის ძირობამდე შეისწავლა და თქვა: Вот разум, Всевышнего. Смотрите, как он сотворил человека. Нога подходит к обуви, тютелька к тютельку, а вы всё от Бога. შევედავე. ღმერთმა ადამიანს გონება მისცა, რომ ფეხსაცმელი გამოეგონა და თანაც სხვადასხვა ზომის ფეხზე მეთქი. არაფერი გამოვიდა. ჯერ ფეხი გამოიგონა, всё от Бога. პირველად, ყველამ ერთმანეთის 7 აპრილს ვნახეთ. ამ დროს დაიწყო უშიშროების ჯარების ტრიბუნალმა ჩვენი გასამართლება. შინაგანი ციხის წითელ კუთხედ წოდებულ ოთახში. ტრიბუნალის თავმჯდომარე ბურდული, უფროსი ლეიტენანტი, საჯულები, ჭახრაკია და ესიავა, ორივე მაიორები და ერთი პატარა მოცუცკული სომხის გოგო დივნის როლში. ეგ იყო. არავითარი დამცველები, პროკურორები და სხვა სისულელეები. საერთოდ რა საჭირო იყო ეს ფარსი? გამოეცხადებინათ აბდუშელიშვილს, სვანიძეს, სულტას დახვრეტა. კარგარეთელს, ხარანაულს 25 წლის პატიმრობა, ბანაკებში სასჯელის მოხდის შემდეგ 5 წლით მოქალაქეობრივი უფლებების აყრით. მაჭავარიანს 20 წელიწადი, არჩილ წულუკიძეს, ვახტანგ ჯორჯაძეს 15, სხვებს თითქმის ყველას 10, მათ შორის ქალებსაც. ჩემს მიმართ პროკურატურამ პროტესტი აღძრა. დასახვრეტია, ცოტა მისცესო. ეს განაჩენის გამოტანის დღესვე, 12 აპრილს მოხდა და აკი დასახვრეტთა საკანში ამომაყოფინეს კიდეც თავი. პირადად ჩემთვის ამ დღეს მოულოდნელი არაფერი მომხდარა. უმაღლესი ზომები რომ გამოტანილი იქნებოდა, ყველა მიხვდით. ბადრაგი იყო გაძლიერებული, დასახვრეტთა საკანში ბარე მთელი თვე გავატარე. აქ ორი რამ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ ქემალის დაღუპვის პერიპეტიები მხოლოდ ტრიბუნალზე, ვახტანგ ჯორჯაძისგან გავიგეთ და ამის წუხილმა ჩემს მომავალზე ფიქრი გადამავიწყა. ასე მომხდარა ეს უბედურება. ქემალი ვახტანგთან ყოფილა. დასაძინებლად იქ დარჩენილა. ვახტანგს ქემალის ორგანიზაციებთან საერთო არაფერი ჰქონდა, უბრალოდ მეგობრები იყვნენ. ვახტანგმა ისიც არ იცოდა დარჩებოდა ღამის გასათევად ქემალი თუ წავიდოდა. ქემალი დარჩა. ვახტანგს ერთი პატარა ოთახი ჰქონდა ენგელსის ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში. სახლი სოლოლაკის მთის ძირას იდგა.
ოთახს შემოსასვლელი სადარბაზოდან ჰქონდა, მაგრამ აივანზე გასასვლელი კარიც იყო. აივანი სოლოლაკის მთის კლდეს ებჯინებოდა. დაიძინეს. ვახტანგმა თავის საწოლში ქემალი კი გაუხდელა დაწვა ტახტზე. გათენების წინ ვახტანგის კარს ვიღაცამ დააკაკუნა. ვახტანგსა და ქემალს ორთავეს გაიღვიძათ. ქემალმა ტუჩებზე თითის მიდებით ანიშნა. ჯერჯერობით ხმა არ დასძრავ და აივანზე გამავალი კარით ოთახიდან გავიდა. გავიდა თუ არა მაშინვე ატყდა სროლა. ოთახში შემოსასვლელი კარის ციფრიფანა იყო. ჩეკისტებმა შემოამტვრიეს, შემოცვივდნენ, აივანზე სროლა გრძელდებოდა, სახლი ალყაში ჰქონდათ, სროლა შეწყდა. მძიმედ დაჭრილი ქემალი მანქანაში შეაგდეს. ორთაჭალის ციხის საავადმყოფოში გააქანეს. ოთახი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, დალუქეს და ვახტანგი შინაგან ციხეში წაიყვანეს. ქემალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ვახტანგმა თავისი 15 წელიწადი მასპინძლობისთვის მიიღო. სხვა რამ ბრალი არ მიუძღოდა. ქემალის ბედისწერამა და დახვრეტა მის ჯილთან ამოსაქმეებზე ფიქრმა ლამის გადამიყოლა. ხვედრი და მომავალი ნაკლებად მაწუხებდა. რაღაც მკარნახობდა, რომ არ დამხვრეტდნენ და იქნება მათი დარდი სწორედ ამიტომ უფრო მქონდა. დასახვრეტთა საკნებში ცხოვრება ღამით მიმდინარეობდა. დღისით ყველას ან თითქმის ყველას ეძინა. ეს იმით აიხსნებოდა, რომ დასახვრეტად ღამით გახავდათ. დღისით შეწყნარების გამოსაცხადებლად და არც ასეთი პატიმარი ბრუნდებოდა, ასევე როგორც ღამით გაყვანილი. ომის დროს მისჯილებს იქვე შინაგანი ციხის მინაშენში ხვრეტდნენ. თუ გავიგონებდით კარების ჩხაკუნს, გაყვანილისა და ზედამხედველების ფეხის თქარათქურს და 20 წუთის შემდეგ ორი გასროლის ყრუხმას განაჩენი სისრულეშია მოყვანილი. სად ხვრეტდნენ სახელმწიფო? ის მინაშენი სპორტ საზოგადოება დინამოს სასროლეს ჰქონდა. ციხის მხარეს დერეფანივით გასდევდა, რკინის კარით ციხის ეზოსკენ. ეზოში ექიმი, პროკურორი და ციხის უფროსის მორიგე მოადგილე იყვნენ. დერეფანი განათებული იყო. ბოლოში ისეთივე რკინის კარი ჰქონდა, როგორც ეზოდან შემოსასვლელს. დასახვრეტ პატიმარს ერთი ვერსია ასეთი იყო. ციხის უფროსის მორიგე მოადგილე გაიგებდა წინ. თავად კვალში მიხვებოდა. დასახვრეტის აზრით განაჩენის სისრულეში მოყვანა სადღაც სხვაგან. დერეფნის ბოლოს არსებულ კარს მიღმა უნდა მომხდარიყო. ამიტომ შედარებით მშვიდად ან შოკში ჩავარდნილი მიაბიჯებდა. თუმცა იყო შემთხვევები, როცა კომენდატურიდანვე და შემდეგ ეზოდანაც განწირულის ღრიალი გვესმოდა ხოლმე. საკვირველია, მაგრამ იშვიათად. რკინის კართან მისულ დასახვრეტს შემსრულებელი ქეჩოში ესროდა. ამის შემდეგ ეზოში დარჩენილი ექიმი, პროკურორი და ციხის უფროსის მოადგილე დერეფანში შედიოდნენ, სიკვდილის ფაქტს ადასტურებდნენ. ხდებოდა კიდევ ერთი საკონტროლო გასროლა. იღებოდა კრემატორიუმის რკინის კარი, ზედამხედველები გვამს შიგში აგორებდნენ და საქმე დამთავრებულად ითვლებოდა. მხედველობაში თუ არ მივიღებთ, რომ ერთ-ერთი ზედამხედველი კარის საჭვრიტინოდან ამოწმებდა თუ როგორ იწვოდა გვამი. აი ასე. ჩემი ჯდომების მანძილზე ყველაზე დიდი შტაბეჭდილება მაინც ლაცაბიძის საქციელმა დამიტოვა. დასახვრეტთა საკანში დამხვდა ეს ლაცაბიძე. საკმაოდ ხნიერი კაცი იყო, არანაკლებ 50-ისა. გვარის მეტი მისი არავინ არაფერი ვიცოდით. შესაძლოა არც ეს გვარი იყო ნამდვილი. ღამით დაუძახეს. იცოდა მიჟილებს ღამით რისთვისაც ეძახდნენ, წარბი არ შეუხრია. სანამ კარს აღებდნენ გადმომჩურჩულა. აგერ შეხვეული რომ დევს, აიღე და დამალეო. ფეხი გავკარი. ჩემი ადგილისკენ გადავაგორე. კიდევ ჩამჩურჩულა. შენ არ დაგხვრეტენ, მან ყველაფერი წერიაო. და საგნიდან გავიდა. არც გამომშვიდობებია ვინმეს, არც რაიმე შიშისა და წუხილის მაგვარი გაუმჟღავნებია. ღამით ვისიმე გაყვანა საკანში დარჩენილებს თავზარს გვცემდა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გარინდებული ვეყარეთ, სანამ ის ორი საბედისწერო გასროლა გაისმა. ვერ ვიტყვი საკვირველია თუ სირცხვილია, მაგრამ ადამიანი ასეა მოწყობილი, ყველას უმალ ჩაგვეძინა. ლაცაბიძე ჩემი მიყვანის შემდეგ ჩვენი საგნიდან მეოთხე გაყვანილი და დახვრეტილი იყო. 4-ვეჯერ ასე მოხდა, ჩაგვეძინა. მალე გამომაღვიძა იმან, რომ დანატოვარი არ მქონდა გასინჯული. ერთიანად
დასისხლიანებული პერანგი იყო. იღლიაში ქიმიური ფანქრით ეწერა, ვისთვისაც უნდა გადამეცა. ჩავიცვი. ისე გამოვიტანე სიკვდილ მისჯილთა საგნიდან. მერე შინაგანი ციხიდან ორთაჭალაში, იქედან შამპანური ღვინის ქარნის კოლონიაში. ვიპოვნე ადრესატი, დანაპირები შევასრულე. ახალგაზრდა კაცი მოვიდა. უმცროსი ძმა ვარო მითხრა. წაიღო და წავიდა. არც სინანული გამოუთქვამს, არც წუხილის მაგვარი რამ. მადლობა გადამიხადა და წავიდა. დღესაც არ ვიცი, რა ტრაგედიამ გადაიარა ამ ოჯახის თავს. მოვჩეთ. მერე რაც იყო მგონია, ადრეც გავიხსენე. კი, შამპანურიდან გაქცევა, მაგრამ მერე აღარ. ეგენი სხვა დროს იყოს. ვასიუგინი ერთობ წესიერი მდინარე აღმოჩნდა. არავითარი აღმართები და სხვა ძნელად დასაძლევი დაბრკოლებები. ბარი სტეპების მდინარე იყო. ჭაობების ნაჟური. ერთი გასაჭირი ციგის სიმძიმე თხილამურების გამოყენებას აძნილებდა და კიდევ სახსრების ზოგჯერ აუტანელი ტკივილი. გორას ახალი ყავარჯნების გაკეთება დასჭირდა. ამას ორკაპი მასალა სჭირდებოდა და ასეთი ჯოხების პოვნა გამოთლას დრო რამდენიმე დღე. კალაპოტის სიახლოვეს ხეები აქა-იქ თუ მოიძებნებოდა. ბოლოს ესეც მოგვარდა, მაგრამ მენჯის სახსრების ტკივილს ახლა გახეხილ დაბეგვილი იღლიების ტკივილიც დაემატა. გავჩერდე, იღლიები მოვიშუშო, სიარული ხომ, როცა იქნება უნდა განვაგრძო. ისევ ამტკივდება. ერთი გამოსავალია უნდა გავუძლო. თხილამურები ციგაზე გვაქვს დაბმული და ზურგჩანთაც. ხელის მტევნებით ვიმუშაოთ. იღლია დაისვენებს. ასია თუ ისე უნდა ვიაროთ და ტკივილი რითიმე შევიმსუბუქოთ. ისევ მოგონებებს უნდა მივმართოთ. საფიქრალის მეტი რა არის? გაქცევები და მაგის ჯანი. თავიდან გადავათვალიეროთ? არა, პირველი გაქცევის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში რომ გადავედით, იქაური ამბები გავიხსენოთ. სახელდობრ ისეთები, რამაც მეტი გავლენა მოახდინა. მძაფრი შთაბეჭდილება დასტოვა. მძაფრი თუ სასიამოვნო, ან უბრალოდ გონსასეირო. ტკივილები რომ დაგვავიწყოს, მაგის თანების სად გამოვქეკოთ. გაქცევაში გადახდენილი ყველაფერი სამწუხაროა. თამარი, ოლაგირის სადგურის მებუფეტე. ეს არ ვარგა, მაინც და მაინც ქალი რატომ შეარჩიე, რომელი 18 წლის ბიჭი შენახარ, თანაც სანტიმენტალური ამბავია. კი, თუ რაც ზედაპირზეა, მხოლოდ იმას გავითვალისწინებთ, ნამდვილად კი თამარის საქციელი უფრო ღრმა, ამასთან პროტესტისა და წინააღმდეგობის აქტი იყო. გადასახლებული ინგუშის ცოლი აღმოჩნდა. ქმარი სადღაც ყაზახეთში ყავდა, ცოლს ქართული გვარი ჰქონდა. ასეთები დეპორტაციას გადარჩნენ. მუშაობდა, მოაგროვებდა ცოტაოდენ სახსარს, ჩააკითხავდა ქმარს. იყო ერთხანს მასთან დაბრუნდებოდა, ხან სად მუშაობდა, ხან სად. მე რომ ვნახე, ოლაგირის სადგურში მებუფეტეობდა, მაგრამ თავიდან მოყვეთ საქმეს. რაღაც პასპორტი და სამხედრო ბილეთი მქონდა. სავანელი გიორგი ალექსანდრეს ძე. გახეხილ გაცვეთილი. ბესლანში ტოლიკა მედნიკი, ჩემთან ერთად ნაჯდომი მაიდანშჩიკი, ანუ მატარებლის ქურდი. ამნისტიით გათავისუფლებული კაცის მოწმობას შემპირდა. ცოტა ხანი მოცდა დაგჭირდება მოწმობის პატრონი ამ დღეებში უნდა გამოჩნდეს. გამოვართმევდა მოგცემო. სწორედ ამ დროს იძულებით გაყვანა მომახვედრა ოლაგირში. ლეგენდა მქონდა. ვარ გათავისუფლებული პატიმარი. შემოხვეულ შემოფლეთილი ბეძებს სამუშაოს, რომ სამშობლოში ანუ საქართველოში ცოტათი მაინც რიგიანი ტანსაცმლით დავბრუნდე. იმ წლის შემოდგომაზე სიმინდის ყანები თითქმის მთელ ჩრდილო კავკასიაში აუღებელი რჩებოდა. უშახელი არ იყო. თუ ვინმე სიმინდის ტეხვაზე დათანხმდებოდა, მოტეხილის ნახევარი ერგებოდა, მაგრამ სწორედ იმ დროისთვის, როცა ოლაგირში მოვხვდი, ეს კამპანია კაიხლის დამთავრებული იყო. ასია თუ ისე ჩამოვედი მატარებლიდან. სიცარიელემ გამაკვირვა. 3 თუ 4 მგზავრი დავინახე ოლაგირში ჩამოსული. დილა იყო. მატარებელი მხოლოდ მეორე დილით 10 საათზე უნდა გაბრუნებულიყო. შევედი სადგურში. აქაც ცხადია, სრული სიცარიელი დამხვდა. ერთ-ერთ კარზე მოყავს ნაჭერი ეკიდა. წარწერით ბუფეტ. შევაღე კარი, არც აქ დამხვდა ვინმე. მხედველობაში თუ არ მივიღებთ მებუფეტე ქალს, რომელიც იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა. თუ ოცნებობდა. წამოდგა მომესალმა. სიმართლეს ვიტყვი, ისეთი შესახედაობა მქონდა, მოსალმება კი არა, წივილ კივილით უნდა გაქცეულიყო. დაღში ერთადერთი ტაფა იდგა. ზედ რამდენიმე ცივი ხვეზლით. სხვა არაფერი.
გარდა თაროებზე გამწკრივებული არყის ბოთლებისა. გვეზელი სწორედ იმდენი ხით და რამდენიც მქონდა. ავიღე ერთი ცალი. კუთხის მაგიდას მიუჯექი. ძაღლი მშიოდა, მაგრამ ისევ ჭამდი, ვითომ ეს არის ეხლა ტაბაკა მქონდა მირთმეული. გამომელაპარაკა. ჩემი ლეგენდა ვთქვი. მოსატეხი იმ ადგილებში აღარაფერიაო, მაცნობა. მიუგე, ვიცი უკვე მითხეს, მაგრამ მატარებლის გაბრუნებას უნდა დაველოდო. სხვა რა გზა მაქვს მეთქი. დღემდე არ მესმის რა შემატყო, რა უნდო და რა ამოძრავებდა, 3 ცალი ღვეზელი მომიტანა, 25 მანეთი მომცა. წადი გაიპარსე, თუ აბანო მუშაობს იბანავეო. ვიუვარე, როგორც ეს თითქმის ყოველთვის ხდება, ვერაფერს გავხდი, გამოვართვი. დინარეა იქ, მგონია ხათალდონი ჰქვია. ხეობას ავყევი, მყუდრო ადგილი ვნახე, ციოდა, მაგრამ შეძლების დაგვარად დავიბანე ტანი. ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. მკბენარი მყავდა შემოსეული. გაქცევების დროს აბანოს იშვიათად თუ წვევი ვარ. მკერდზე დიდი სვირინგი მქონდა, მშვენიერი ამოსაცნობი ნიშანი. ოლაგირის აბანოში ნომერს რა უნდოდა და საერთოში კი არ შემესვლებოდა. გონსასეირო ის არის, რომ საბოლოო გათავისუფლებისას მოვახერხე ჩემი ფორმულარი ვნახე. აპაზნავატილნიე პრიმეტიში ყველაფერი ეწირა, გარდა სვირინგისა. ქუსლები 2 სანტიმეტრით გამოშვერილი რომ აქვს, ესეც კი და სვირინგისა სრულიად არაფერი. შემდგომში ყოველივე საშა პაპავას რომ უამბე, იღბლის ღიმილიაო, თქვა. დინარიდან წამოვედი. სადალაქო ვნახე, გავიპარსე და ისევ თამარის ბუფეტში შევედი. ღამე მოსაცდელ დარბაზში უნდა გამეთენებინა. ციოდა. ვიფიქრე, ბუფეტში ვიჯდები, სანამ დაღამდება და დაკეტავს თავის დაწესებულებას მეთქი. ხო, მთავარი. მშვენიერი ხალი იყო. მარჯვენა ყაწვზე დიდი ულამაზესი ხალი ჰქონდა. ტანფეხითაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ მაშინ მე ამაების დარდი არ მქონდა. ისეთი არავინ შემოვიდეს, რომ საბუთი დამიწუნოს და მილიციაში მიმაბრძანოს მეთქი. ჩემი საფიქრალი ეს იყო და აგერა კინაღამ გამართლდა კიდეც. ვზივარ თამარის მორთმეულ საჭმელს შევექცევი. 3 მამაკაცი კი არ შემოვიდა, შემოცვიდნენ. გეგონებოდა ვინმე მოსდევსო. ერთ მათგანს ნაბადი ჰქონდა წამოსხმული, დაჯდა, ნაბადი გადაიგდო, სამხედრო პირი აღმოჩნდა, ავტომატიანი. დიდი ვერაფერი, ლეიტენანტი გახლდათ. როგორც მერე გავიგე, აქაური უშიშროების უფროსი, მაგრამ ჩემთვის ერთი ფილთათოფიანი ბებერიც გმაროდა. აქაურები იყვნენ, ტამარაჩკოსთვისაც შინაურები. მოვართვა თამარმა ერთი ბოთლი არაყი და შეცხელებული ღვეზელები. ლეიტენანტმა განსაკუთრებით მას მერე, როცა ნახევარი სტაკანი გადაკრა, მალმალე დამიწყო შემოთვალიერება. ბოლოს თამარს დაუძახა. ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. თამარმა ჩემსკენ გამოიხედა და ჩურჩულითვე ისეთი რამ უთხრა, რომ ლეიტენანტმა ჩემს მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაჰკარგა. შემიძლია შავი ფიცით დავიფიცოთ, ამრიგом რაღაც მე-6 გრძნობით იცოდა, რომ გამოქცეული პატიმარი ვიყავი. გრძნობდა რაღაცას თუ ვიღაცას ვემალებოდი. შეიძლება იმიტომ, რომ როლს კარგად ვერ ვასრულებდი. ნიჭი თუ გამოცდილება არ მეყო. ახალბედა მარბენალი გახლდით. ერთი სიტყვით ის 3 მუშტარი წავიდა. შვებით ამოვისუნთქე. რანაირი ქალაქი იყო ის ოლაგირი, ან როგორი ბუფეტი იყო, ერთი ბებრუცუნას მეტი არავინ შემოსულა. დაღამდა. თამრიკომ კარზე ჩამოკიდებული აბრა გადააბრუნა. ზაკრიდა. კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ, ამ თისა და იმ თისა. მერე თამრიკომ იქვე გრძელ სასადგურო მერხზე ლოგინი გამიშალა. რაღაც ფლასები, თავად გვერდის ოთახში შევიდა. დავდე მკლავზე თავი, ძილი დავაპირე და შევნიშნე, რომ თამრიკოს ოთახის კარი ღრიჭოდ იყო. არ შეიკეტა, ისე დაწვა. დაწვა მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ხალათით გამოვიდა. დარბაზში სინათლე ჩააქრო და მერე თავის ოთახშიც ჭიასავით შემიჩნდა ფიქრი, რატომ უნდა დაეტოვებინა ღია კარი მეთქი. არა, არც შემთხვევისა, თუ გულმა ვიწყობის შესაძლებლობა გამომირიცხავს. არც ის, რომ იქნება კარია გაფუჭებული და არ იკეტება მეთქი. მაშ დღისით როგორ იყო დაკეტილი. გავიხსენე და გადავათვალიერე ჩვენი საუბრები. ურთიერთდამოკიდებულება, ყოველი გაღიმება თუ წარბის შეკვრა. იმ ყუდაბზიკა ლეიტენანტთან გადაჩურჩულებაც. ერთი სიტყვით, ამ ქალს შევეცოდე, ან ძალიან მოვეწონე, ან ორივე ერთად და მეძახდა.
კიდევ კარგა ხანს ჩხიბე, ვწონე და ვზომე ვითარება. თითქმის განვიზრახე, შევალ და ეგ იქნება მეთქი. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ალბათ იმანაც შეასრულა თავისი როლი, რომ პატიმრობასა და იმ პირველ გაქცევაში იშვიათი გამონაკლისის გარდა ქალი საიდან? მე ერთი რამ მომაგონდა და განზრახვაზე ხელი ავიღე. დავიძინე, არაფერი. დილით ისევ დამაპურა, კიდევ 25 მანეთი მომცა. ყბაზე დიდი ძირმა გარა მქონდა. იხტიოლის მალამო დამადო და ბესლანისკენ გამოვემგზავრე. ეგ იყო თუ არ ჩავთვლით ერთ საკმაოდ საინტერესო შეხვედრას. ვლადიკავკას მაშინ ხან ორჯონიკიძე ერქვა, ხან ძაოჯიყაო, ხოლო ქართველები ძაუქსა და გოროც ეძახდნენ. ვინ როგორ? იმ ადგილებში ფეხი მოვიკიდე. ჩავიცვი და ვიხურე საკმაოდ მნიშვნელოვანი საწარმოს პერსონალურ მანქანიანი დირექტორი ვბრძანდებოდი. ოლაგირის ეპიზოდის შემდეგ კაი 2 წელიწადი იყო გასული, კუიბიშევის ქუჩაზე თამრიკოს შემომეფეთა. მიყურა და მკითხა, ლევანი არა ხარო? ოლაგირში ლევანად გავეცანი. ლევანი ვარ მეთქი. ვიდექით ვისაუბრეთ ერთმანეთის დასავლისავ თქვით, გულში ვფიქრობდი, ეხლა დამიძახოს, ან ნიშანი მაინც მომცეს მეთქი. შინამდე მივაცილე, ერთსართულიან საკმაოდ კოპწია საკუთარ სახლში ცხოვრობდა. ქვის კიბის პირველ საფეხურზე იდგა, იღიმებოდა და მოულოდნელად მკითხა. კარი ღია დავტოვე, ვერ შენიშნე. შევნიშნე როგორ არა, რატომ არ შემოხვედი? დავფიხთი და მიუგე. მართალი გინდა? თავი დააკიცინა, თვალი თვალში გამიყარა. მკბენარი მყავდა. თქვი, შეურაცხყოფა, ვერ მოგაყენე. თამრიკომ კარგა ხანს მიყურა, ლოყაზე მაკუცა და შინ შევიდა. იმავ წუთს გამობრუნდა. ისევ ვიდექი. კაც ეგონებოდა, ვიცოდი რომ გამობრუნდებოდა. ისევ დამაკვირდა და მკითხა. მეპატიებოდა? რა? კარი რომ დავტოვე ღია. მე მეპატიება რომ არ შემოვედი. ისე მგონია ორთავეს მეპატიებოდა. თამარმა გაიცინა და შინ შებრუნდა. მას მერე ერთმანეთი აღარ გვინახავს. დასავლეთ ბელორუსიაში გადავპარგდი სამუშაოდ. გორა ბუნაგში იწვა, ზემოდან თეთრი ბალახონი ეფარა. ისე იყო შენიღბული, ვინმე თავს წამოსდგომოდა, ვერ შენიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ უკაცრიელ ვასიუგანს მიხვებოდა, სიფრთხილის წესებს მაინც არ ხალატობდა. ის მონაკვეთი, რომელიც ბოლო 2 დღის მანძილზე ჰქონდა გამოვლილი, შედარებით უთოვლო იყო. უთხილამუროთ მოდიოდა და კვალს არც თუ ადვილად შესამჩნევს სტოვებდა. იქვე ფიჭვის შიმალი იყო, ციგის მისამალად მოხერხებული. ყაბარჯნები ბუნაგში ვერ შეეტია. ზემოდან ეყარა, მაგრამ მათი დანახვა მაინც თავს წამომდგარ კაცს თუ შეეძლო. ახალ გამოღვიძებული იყო, სადაც დახედა. 12 სრულდებოდა, მაგრამ სიარულს მხოლოდ მეორე დილიდან აპირებდა. ეს დღე დასასვენებლად ჰქონდა განზრახული. უცებ ძრავის ხმა შემოესმა, ყრუ, შორეული, გრიალი ახლოვდებოდა. გორამ თავი ამოყო. მოღრუბლულ ცაზე ვერაფერი დაინახა, მაგრამ ხმა ვერტფრენისა რომ იყო, ამაში დარწმუნდა და თავი ისევ სამალავში ჩაყო. ვერტფრენმა გორას ბუნაგიდან მარჯვნივ კარგა მანძილზე ჩაიარა და იქაურობას გაეცალა. ხმა მიწყდა, მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული, გრიალი ისევ მოახლოვდა. ვერტფრენმა ახლა გორასგან მარცხნივ და ისევ კარგა მოშორებით ჩაიგრიალა. ასე რამდენიმეჯერ განმეორდა, მანქანა 10 კილომეტრიან კვადრატს ერავდა და ერთი გადაფრენა გორას ბუნაგს ზედ თავზეც გადაუვარა. გორა ბუნაგიდან გამოძრა, ბალახონი წაიღო. ციგის გვერდი ჩაწვა, შეინიხბა. ისევ გაისმა ვერტფრენის კაკანი, გაიარა, წავიდა, გორამ თავი გამოყო, თვალი გააყოლა, ვერტფრენი 2 კილომეტრის მოშორებით დაეშვა და დაცხრა. გორა ბალახონიანად გახოხდა, პატარა ბექობი იყო, იქიდან დურბინთით დაუწყო. თვალთვალი ვერტფრენს. უკარ ფანჯრო, ნახევრად სახურავ გადახდივ კოტეჯთან იდგა. სამნი გადმოვიდნენ. კოტეჯში შევიდნენ, მერე ერთ-ერთმა ვერტფრენიდან რაღაც მიიტანა. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, გვარლი. სამთავე მიმუშავა, გვარლი გორასთვის ნელად დასანახს საგანს ჩააბარეს და მანქანას მიაშურეს.
ამ ოპერაციის მანძილზე ვერტფრენიდან მეოთხე კაცს ჰქონდა თავი გადმოყოფილი. მანქანა აფრინდა. ის საგანი ჩამოგიდებით წაიღო და თვალს მიეპარა. გორას ცდუნება მზლია. იმ დანგრეულ კოტეჯს ვერა და ვერ მოსცილდა. შიგ ვინმე თუა, მოსასაქმებლად ხომ მაინც გამოვაო. შებინდებამდე უთვალთვალა, არავინ გამოსულა. დაღამებისას თავის ბუნახსა და ციგას დაუბრუნდა, წაიხემსა და გზას დილა ადრიანად გაუდგა. რა მოხდა იცი? მთელი სირბილები გაქცევა გამოკიდებები. ახლა იმიერპოლარეთიდან ამხელა გამოვლილი გზა. ჩემი ცხოვრების თავისებური მოდელია. დიდი სისწრაფით ვიცხოვრე. ეს მანძილიც რა სწრაფად გამოვიარე. ადამიანს მიაჩნია, რომ სიცოცხლის განმავლობაში რაღაცას მისდევს და იმას კი ვერ აცნობიერებს, რომ კი არ მისდევს, გასაჭირს, სიკვდილს გაურბის. მერე გაუთავებელი ლტოლვა ბეზრდება, აუცილებლობას ურიგდება და საიქიოში წასვლისთვის მზადებას იწყებს. ყოველივე ეს ქვეცნობიერი პროცესებია. სიკვდილის წვართვა აღსრულებათა ასაკშივე იწყება. როგორც წარსულში, დღეს ყველაფრის ფესვი, ჩემი გამოქცევა, აღსრულებათა ჟამსგან ეკუთვნება. მაგრამ სიკვდილის წვართვის დასაწყისიც გახლავთ. თვით გზა კი კორიდის ენაზე suerte de muerte მოკვდინების სვლელობაა და ამას ახორციელებს უდიდესი, უმკაცრესი ესპადა, გარდუვალობა. ასპარეზზე გამოვარდნილი ხარი ხარ. კორიდა მთავრდება, ახლოვდება მისტერიის დასასრული. გორავ სიკვდილს აპირებ? ჯერ არა, საქმეა დასამთავრებელი. ამაზე მერე. როცა ტომის მოვიგონებთ. ხო კარგი, გახსოვს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ბატიუცკი. კი, ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე გარქოვანებამდე ასეთი დიაგნოზი დამისვეს. თბილისში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ამირან მორჩილაძემ თავის საქმეს საავადმყოფოს მთავარ ექიმობას დროებით თავი მიანება. მოსკოვში წამიყვანა, თვენახევარი თავზე მადგა. ინექციებს საკუთარი ხელით მიკეთებდა. ყველანაირად მივლიდა. სტაროსტინებმა საუკეთესო კლინიკაში მომაწვეს. ის ბატიუცკი პირველი ექიმი იყო, ვინც გამსინჯა და ავადმყოფობის ისტორიის ფურცლები შეავსო. მზივარ ყელზე რაღაც ძარღვი მიპოვნა. დამიზილა და აკი ჩამეძინა. გონს რომ მოვეგე, გამომიცხადა თქვენ მოკვდებითო. გულისხმობდა, რომ ოპერაციას თუ არ გავიკეთებ, ანუ ხორხს თუ არ ამომკვეთენ. გათავებულია ჩემი საქმე. ხმით ვერ ვლაპარაკობდი. დავიჩურჩულე. მერე რა რომ მოვკვდები. ყველა კვდება. ზოგი დედის საშოშივე, ზოგი 3-10 წლისა. მე 44 წლისა ვარ, მაგრამ იმდენი მაქვს ნანახი და განცდილი, რამდენიც 100 წლისას არ ექნება მეთქი. მაშასადამე ჩემი სიკვდილი კანონზომიერებად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა არ მოვკვდები. მნიშვნელოვანი საქმე მაქვს დასამთავრებელი. იმას უნდა მოვრჩე. ბატიუცკი დაიბნა. უნებლიეთ მკითხა, რა საქმეო? გამეცინა. როგორ მოგახსენოთ, ისეთი რამ არის, რასაც ჩემს მეტი ვერავინ დაასრულებს მეთქი. ვერაფერი გაიგო. ეხლა დასამთავრებელი რა გაქვს? რელზე უნდა დავჯდე. მერე? აი ეგ საქმიანი მართებული შეკითხვაა. საინტერესოა. მიტელინიჩიც ესაუბრება ხოლმე თავის თავს. რა თქმა უნდა. ანალიზი კიდე სხვა რამეა. ნეტავი როგორი ცნობებისგან შედგება მისი ინფორმაციის სკივრი. თუ უსაშველო და მოთავებული იდიოტი არ არის, უეჭველად იცის, რომ ცოცხალი ვარ და ისიც თუ რა გეზით ვიარე. აბა რამდენნაირი კვალი მაქვს დატოვებული, რამდენი თვეა მოვდივარ. ოინი არ იქნება, ისიც გამოიცნოს რელსზე სად რომელ ადგილას დავჯდები. ეგ მე თავად არ ვიცი, მაგრამ ფიქრი და გადაწყვეტა უნდა. ცოტა მოვღონიერდები. იქაურობას კარგი ზვერვა დასჭირდება. გამორიცხული არ არის, რომ მიტელენიჩი ინტუიციათა და გამოთვლის შედეგად სწორედ სადმე იმ მიდამოებში მიმელოდეს, შენ რომ რელსზე უნდა დაჯდე. მიტელენიჩს დაესიზმრებოდა? რა ვიცი აბა, ყველაფერია შესაძლებელი. გორას ისეთი გაქცევების გახსენება და მით უმეტეს თხრობა, რომელიც წარუმატებლად წარიმართა და დამთავრდა, არ უყვარდა. ერთხელ მითხრა ადამიანს თავისი დანაშაულის აღიარება ნაკლებად უჭირს, ვიდრე წარუმატებლობის, მარცხის, ფიასკოსიო. ასეთთა რიცხვს მიაკუთვნებდა იგი
ყარაგანდიდან გლეჯვით გაქცევასაც, მეორე გაქცევას. მე იმ გაქცევის პერიპეტიები ანატოლი ივანიჩ შულცისგან ვიცი. ეს იყო ემიგრანტი ოფიცრის ვაჟი. მან დედმამასთან ერთად ჩინეთში ამოყო თავი. იქ გაიზარდა. იქვე მიაღწია საკმაოდ კარგ საზოგადოებრივ მდგომარეობას, რომელიღაც ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩრდილოეთ ჩინეთში. იქვე შეირთო ცოლი, ულამაზესი გოგონა, გალინა სალდატენკო, რომელმაც ჰოლივუდში მიიღო მიწვევა. ბატონის შულცი მიატოვა და შტატებშივე იმსხვერპლა მკვლელის ტყვიამ. ტრაგიკული ბიოგრაფია. ამასობაში ჩინეთიდან სამშობლოში დაბრუნება იწყეს ემიგრანტებმა, მათ შორის იყო ანატოლის შულციც. თავის დაბრუნებას ასე ხსნიდა. არც იქ, არც სადმე სხვაგან აღარაფერი და აღარავინ გამაჩნდა. რჩებოდა მხოლოდ სამშობლო. წამოვედი სხვებთან ერთად იმ იმედით, რომ ამ ხელოვნში გამარჯვების შემდეგ კომუნისტები მამაჩვენების ცოდვებს, ჩვენ, შვილებსა და შვილიშვილებს არ გვაზღვევინებდნენ. და აჰა, აი, გორასთან ერთად ინანიებდა ხსენებულ ცოდვებს. მეგობრობდა მასთან და იმ გაქცევაშიც მონაწილეობდა, რომელიც გორას არასოდეს და არავისთვის უამბნია. აი ბატონ შულცის ნაამბობიც. ის გაქცევა ნაწილობრივ სხვა პატიმრების მომზადებული იყო. ასე ხშირად ხდება. გორას მესამე გაქცევაც მეტწილად სხვათა მომზადებული გახდათ. ოპერგანყოფილებას თავისი აგენტები ჰყავს და მათ მიერ გამოთქმულ მცირე ეჭვშიც კი შედეგად მოსდევს ის, რომ ეჭვმიტანილები სასწრაფო სხვა ბანაკებში გადახავთ. ამისთვის საჭირო არ არის ზუსტად ცოდნა იმისა, თუ სახელდობ რა ხერხით უნდა შესრულებულიყო გაქცევა. მოკლედ იმ ბიჭებს, ვინც გაქცევას ამზადებდა, დაავლეს ხელი და სხვადასხვა ბანაკებში უკრეს თავი, მაგრამ მათ საქმის არსი სანდო კაც დაუტოვეს. გაქცევა ასე მზადდებოდა. ყარაგანდის გარეუბანში გაიხსნა ახალი ობიექტი, ჩრდილო-დასავლეთის ნაგებობათა სახელწოდებით. ობიექტის ღობის მოწყობაზე ასევე პატიმრები მუშაობდნენ. ზამთარი იყო. ღობედ გამოყენებულ იქნა 14 ნახევარი სიმაღლის, ბოძებს შუა სამრიგად, ჩამწკრივებულ გამირებზე ლურსმნებით მკვიდრად მიჭედებული ნაგვერდული. ამ ღობემდე, როგორც ყოველთვის და ყველგან მოწყობილ იქნა ეგრეთ წოდებული აკრძალული ზონა. ეს არის გადაბარული და გადაფოცხილ გაფხვირებული 8-10 მეტრის სიგანის ზოლი, რასაც კიდევ თავისი დაბალი მავთულხლარტის ღობე აქვს. სანამდე სამუშაო ზონაში პატიმრებს შეიყვანენ, ხდება აკრძალული ზონის დათვალიერება. გადასული ან გარედან გადმოსული კაცის კვალი ხომ არაფერიაო. ღამე კოშკურებზე გუშაგები არ დგანან. ზონა ცარიელია და გარედან გადმოპარვა, ვთქვათ ქალისა, გამორიცხული არ არის. და არც ის არის შეუძლებელი, რომ პატიმარი სადმე ჩაიმალა. დაცვა გაყვანილების გადათვლაში შესცდა. დამალულმა პატიმარმა გუშაგების წასვლისთანავე აკრძალული ზონა გადაიარა. ღობეზე გადაძრომა მოახერხა და ეძებე. ჩვენ, ესე იგი, ამ გაქცევის გამგრძელებლები ადრე გაზაფხულზე მიგვიყვანეს იმ ზონაში სამუშაოდ. წინა მორბედთაგან შესრულებული იყო შემდეგი რამ. ღობის ბოძების ჩაყრისას ორი მათგანი ღორღითა და მიწით კი არ იყო ჩაძეკილი, არამედ წყალი იყო ჩასხმული და ზემოდან მიწა ჰქონდა წაფარებული. ზამთარში წყალი გაიყინა, ბოძები იდგა. ამას გლეჯვით წასვლა ჰქვია. ანუ ავტომანქანით უნდა წაიქცეს ჯერ აკრძალული ზონის დაბალი მარგილი, გაწყდეს მავთულები, შემდეგ ავტომანქანა უნდა მიაწვეს ერთ-ერთ იმ ბოძთაგანს, რომელსაც წყალი ჰქონდა ჩასხმული. ზაფხულში გამდნარი. მანქანის მიწოლით ღობე უნდა გადაწვეს. ზედ ავტომანქანამ გამქცევებიანად გადაიაროს და დანარჩენი იღბლის საქმეა. მოხდება თუ არა კოშკურიდან გახსნილი ტყვიამფრქვევის ცეცხლი რომელიმე გამქცევთაგანს. ან გამოიყვანს მწყობრიდან თუ არა მანქანას. გასანგრევი ადგილი ვიცოდით. ერთ-ერთი მშენებარე სახლის სარდაფში 200 ლიტრიანი კასრი ჩავფალით. დავიწყეთ ბენზინის გროვება. ბევრი ავტომანქანა შემოდიოდა საშენი მასალებითა თუ წყლით. კასრი ნელ-ნელა გაივსო. კარგი ამინდები დაიჭირა, უკეთ წასვლაც შეიძლებოდა, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ. მოიყვანეს თხრილ-მთხრელი ტრაქტორი და ზონის გარშემო 2 მეტრის სიღრმის თხრილი გასჭრეს. ეს მანქანა ამოღებულ მიწას იქვე ხრის და იქმნება ბრუსტვერი, რომელიც გლეჯით წასვლის შემთხვევაში გადასასვლელად დამატებით სიძველეს წარმოადგენს. ეს იმის შედეგად მოხდა, რომ ასეთი წასვლები გახშირდა. მომზადებლობის გამო მათი უმრავლესობა მარცხით დამთავრდა.
გლეჯვის ტექნოლოგია კარგად არ იყო დამუშავებული. ჩვენ ბოძების მერყეობის უპირატესობა გვქონდა და ამას გარდა დამატებითი ზომებიც მივიღეთ. სპეციალური ფარები გავაკეთეთ. წყალს ზონაში სტუდენტ ბეკერის ფირმის მანქანა დაეზიდებოდა. 3 ღერძიანი, 3-ვე წამყვანი. ეს უკვე გარკვეულ გარანტიას ქმნიდა. ჯიხურსა და წყლის ავშორის ადგილი იმხელა იყო, რომ ჩვენი ბენზინის კასრი და კიდევ ერთი კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა.